ამ სოფელში დავიბადე, გავიზარდე, ვისწავლე და ვიცხოვრე ამერიკაში და დაუბრუნდი მშობლიურ სოფელს. იმიტომ რომ ჩემი სოფელი 2008 წლის შემდეგ იცლებოდა. გადავწყვიტე, დაუბრუნებულიყავი და ის ცოდნა რაც შევიძინე ამერიკაში მომეხმარებდა ქვეყნისათვის. თუ კი რაიმე საუკეთესო შეიძლება შემეძინა პრაქტიკაში შევიძინე ამერიკაში. სასწაულები რაც ხდებოდა იქ და რაც მინდა დაინერგოს ჩემს ქვეყანაში. ამჟამად სამუშაო ეტაპი ამ ნუშის საძირე გადაგვაქვს ღია გრუნტზე სანერგემეურნეობაში, რომელიც ზუსტად 3 თვეში დაინამყნება და აგვისტოს ბოლოს იქნება ჩამოყალიბებული ენერგი, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გაშენდება კომერციული ბაღი. ჩვენთან მუშაობს 12 ადამიანი, როგორც მამაკაცები, ასე ქალბატონები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც აღარ ცვავენ, არც იწევიან, თილაობით ვარჯიშობენ, ცდილობენ საუკეთესოდ აკეთონ ყველაფერი. ეს არის მომპარელის 3 წლიანი ხე, რომელიც გამოყვანილია სოფელ ზემონიკოში ჩვენი ხელით. ამჟამად ვიყოფებით სარდაფში, სადაც ხდება სათესლე მასალის სტრატიფიცირება. ნუშის შესაჭიროება 60-70 დღეს სტრატიფიცირებისათვის, ანუ თესლიდან ჩითილის მიღებამდე. კაკალს ესაჭიროება 90-110 დღე. ეს არის ნუშის ჩითილი. აი ეს მიახლოებით 7 დღეში ფოთლიანი და გაზილი, მიახლოებით 20 საათის. ეს არის ჩვენს მიერ დაცნული დეკორაციაში გამოყვანილი კაკალი. აქ ხედავთ გადახორცება მოხდა უკვე. ანუ რამოდენიმე წელიწად ჩვენ მივიღებთ გადახორცებულ და 3 ფესვზე მზარდ ერთ კაკალს. კრედიტი რა ჩვენ ავიღეთ კრისტალისგან. ჩვენ უფრო მეტად გავიმართეთ წელში, სწორი მიმართულება გქონდა და ვაგრძელებთ სწორ მიმართულებაზე სვლას და ვფართოვდებით, ფაქტია.